კარგი. იტალია. დაახლოებით 80-90 არის. 5-6000 არის ფარგლებში ეგენი ნო. 5-6000 არის ფარგლებში. გამარჯობა, მივესალმები შენს გამომწერებს, მაყურებლებს, მოგესალმებით ყველას. მოკლედ მინდა გაგაცნოთ, ბატონი გიორგი არის ავაზენ მაგნობის და არა მარტო ავაზენ მაგნობის ძალიან საინტერესო ფენომენია. შემოქმედებითიკაცია და მონადირეების დიდი მეფობა. საიდან დავიწყოთ? რა ვიცი, იცი რა არის, ბევრი იარაღი გვაქვს ძალიან საკმაოდ წარმოდგენილი მაღაზიაში. ფასტა სეგმენტით რომ მივყვეთ. მოდი ესე ვთქვათ. აი ამ დახში მაგალითად ყოველთვის მე რა გიახავე, რაღაცა ისეთი არასანადირო იარაღები და უფრო ხო ხტები და даже ნახევრად ტაქტიკურებიც არა. ხა პოპის სისტემებია ბოლოში 500, 600 ლარი, 700 ლარი აგრძელებული მჭიდით 7+1 ეს მოდელი. უფრო ობიექტები ესეც. ხო, ნუ როგორ გითხრა თუ ბევრი სიარული არ გიწევს მაგალითად ადირობაში ქედანზე მაგალითად ჩვენიერი ადგები კაცი გადამფრენ დაკრავ ერთ გაისვი მეორეს გაისვი ეყოფა რო არ გაგიჟდე და სასწაულები რო არ დაიმართვა როგორც ასეთი მაი ესეც ძალიან მაგარი მოდელებია hand group-ის H12-ებია აი ეს მოკლებით არის 61-იანი სლაგერის 850 ლარს 4+1 მაგნუმის შოთ ყველაფერს ისვრის ხე არის კი მატოვი დაფარვა აქვს ლულაზე პრიალა დაფარვა აქვს და ლამაზიანია კი და კატროსაც მაგრად უძლებს რა აიტანს ეს რომ მოყვეთ იაფიან სეგმენტებში hand group-ის ეს ის კაი მოდელია სხვათა შორის აი ეს ჩავამატებთ ახლა სეზონი იცნება ყველას არა აქვს 5000 ლარი და თუ 2000 ვდობთ 1000 ხო არა მეც მაგიტომ საუბრობ ანუ სეგმენტი ვთქვათ რა შესაძლოა კაცმა წელიწადში სულ 5 ჯერ გავიდეს სანადიროს მოვა იმას სულ აჭირდება რაღაც სასწაული თუნდაც თურქული 2000 ლარამდე დაჟე ეგეც არ ჭირდება რა იდეაში აი ეს მოდელი მაგალითად აი ავიღოთ ბენელი ემორის ანალოგი 1000 ლარი ეს მომანიყურე შეხედა აი ეს გაზგარდაბენია MX2-ია handgroup არა ინერციული სისტემა ინერციული კი საკმაოდ მაგარი მოდელია ელეგანტური მოდელია თან ხომ ჩატეა თან მოდი ესეც ვეჩვენოთ მაგარი კარგი ხვეწილი დიზაინი აქვს რა ჩათვალე ბენელი იჭერავს ხო ბენელიც ვარაგია ჩოგები მოხდება რა თქმა უნდა кейსი 5 ჩოგით სბორი ძალიან კარგად მუშაობს იგითაც მაგ ბატონაზები რა ზუსტად იგივეა რაც ეს და დაჟე ბატონაზი ცოტა უკეთესია ხარისხით რასაც უყურებ იმიტომ რომ ამ მოდელებს ნახე ესენი დაგვიკლებს იმაზე არის და რაღაცა პლუსებში არიან ისე მოკლედ რომ ვთქვა ნუ ერთ და იგივე კომპანია ჩათვალე გაზდანტანებშიც მაგრები არიან ძმა მაგე რამე 800 ლარად მაგის
მე ამის რაღაც ცუდი თქვი 800 ლარად ძმაო გაზდამტერი სისტემა ეს 12 მოდელი რა მშვენივრად მუშაობს ამ ბიუჯეტში გაჭედვით იარაღი საერთოდ არ ჭედავს ხსები რა кейსი არ მოყვება მოდელს მაგრამ კარგად მუშაობს რა ჯოკები ჩაულებრად ესეც 5 ძირითადად 5 ჩოკები მოყვება ყველას ძირითადად რა ძალიან იშვიათ მოდელს მოყვება 3 ჩოკი ამ ბოლოს ეგრე არის და ასელკონებზია კიდე სასწაული ფასდაგლება რა გითხრა 1200 ლარშია აგერ redstone მოდელი გრავირებიანი მაგარი ახსოვოლამაზებულია და კარგ ფასა 1200 ლარა და ხა მეტი რა გინდა ინერციული სისტემაა გამომდგარი სისტემაა ესეც მაგარი ესეც და იგივე შავი ვერსიაც 1200 1150 ლარი პლასტიკ ვერსია კაკალია თუ რამე ხია კაკალია კაკალია ზოგ მოდელები დახატებული რო არის ესე არა აქვს ამას აი დააკვირდი კარგად ამაზე იყო ცოტა ჩილი ჩვენ არა იგი აი ანცე რაღაც პროექტი პალასაკი აი ხოცნაირს დაგახატული ზოგს ეგეც აინტერესებს ეცე რომ რაღაცი გონდეს აგერ მე მოდის ინტერებიც უკვე 1400-ად ანუ თითო მოდელები გადამჭა და ფასტაგლებები მაქვს რა მოკლედ რო თქვა ძალიან მაგარი დარშე რეტაი მოდის ორშაბათიდან ფასი აეწევა და გახდება ჩვეულებრივი ძველი ფასები ეხლა არის მაგარი ფასტაგლება დღეს ბოლო დღეა აფასებში პირობითად 1900 ლარიანი რეტაი მასა იმარა 1700 ლარი ეხლა ესე ნუ სერიოზული მოდელებია ხო გორდიონის მათ შორის 1400 ლარი აი იდეალური ფასია ამ იარაღის თვის და ამ ფასტაშ სეგმენტში რა ინერცია აი რასაც მოვყვები აი ამ ბოლოში ყველა ინერცია ატა ნეო ლეგენდა იმენა ავით ჩემ ატა ნეო არის ჩემთვის ყველაზე მაგარი ინერციული სისტემა რა ვიცი ვიღაცა რაღაცა ჩათვით ვიღაცა რაღაც თურქულებში ჩემთვის არის ნამბერ 1 აბა ჩვენო ტრანსისტემა არის ახალი არა ბენელის სისტემა ჩათვალე ბრუნავ მექანიზმით ხო რაფაელოს ანალოგია ძველი რაფაელოსი პირველი თაობების რა ეგეთი როჟა ის რა დაახლოებით კი 1850 ხის ხონდა ხი კი ის როგორ დახვეწილია ხელში როგორ მაგრად ჭირდება ეს არის ერგონომი დაიკავე ეს 3 კილოც არის 350 არის მაგრამ აი გემრიელი სანადირო იარაღია რა სხვათა შორის და პლასტიკ ვერსიას ძალიან მაგარი ვერსია აი ეს მოდელები აი როგორ ვთქვა უკადავი მოდელი არის რა ძალიან მაგრა მუშაობს ხავს 20 წელია და 22 წელია რო აქვს ეს მოდელია რა სხვადასხვანაირად არის სხვადასხვა მოდელებში ესე ვერ გაიგებ ხო ხტები ზოგი ისია ვა ბრენდიდან გამომდინარე მაგრამ Neo X-ზე ხო საუბარი ზედმეტია სხვათა შორის სხვა პირები დღეს მე და ირაკლი წერავა ამ მოდელის გატესტვას მაგრამ ამინდმა შეგვიშალა ხელი ხო მაგრამ აუცილებლად ხვალე ზეგ მასზე ვნახოთ როგორც ამიდი გამოვა ეგრევე შევთავაზებთ აუ მაგრად მიყვარს ეგ მოდელი და ძალიან კარგად ჯდება ხელში ანუ მე ვიტყოდი რომ თურქულებში ავი მაღაზია იქით აღარ ცვა აზრი აღარ აქვს რა უნდა გაკეთო და შეუკვე აუ აქაც სერიოზული ფასებია ო ეს T12 hand group-ი ლეგენდაა ესეც რა სახე 66-იანი ლულა მოდი წონაცაც ძალიან აი ხან წონაც გავიგოთ მაყურებელს ვაჩვენოთ რომ მე იცოდნენ სამწერე საკათმე და სხვათა შორის ფოლადის რესივერი ეს 3 კილოა 3 რა ჩათვალე ესეც ფოლადია კანო მაგრამ სათვის შეულებრივად hand group-ის T12 მოდელია რა ძალიან კაი რამეა ფასდაგლება აქვს თან ესეც და მეორე მოდელია შუა პლანკის გარეშე ეს რა თალშე იგივე ვერსია და 71 და ეს ცოტა ძვირი ის და ცოტა მატოვი ვერსიაც არის მაგრამ
როგორ გითხრა ეხა სხვა ბრენდებს არ დავაკინებ, მაგრამ ამ ფასში ძალიან კარგი არ არის რა. ინჟექტორებზე ჩაულობრივად. მაგრამ ამ ფასში 1440 ლარი კრალ arms-ი ძმაო. ესეც რა ვიცი. თურქულებში ერთ-ერთი მაგარი იარაღები არის რა. სიგნატურ 4. აგერ ST500. აი ამის სიმპათიურობა გაგა. ხო, ST500 ძალიან მაგარი მოდელია, მოდი ამის წონაც გავიგოთ. ჩუფრთები აქვს სალამაზია მოყვანილი. 3200 და ხელში რო ვიკავებ დაახლოებით ისე მიჭირავს. ამას მაგარი ბალანსი. ხო, გაწეული ჩოკები აქვს, შუა პლანკა ამოღებულია, მოდი ჩავხსნია მასაც და აი აქამდე არის ეს, რაც ძირითადად დატვირთვაშია მოსული, ტიპჟირის ბოლომდე. დალში არის ესენი სპორტული სროისთვის თუ გამოიყენა. ეს როგორია? არა, ეხლა ეს სპორტულ სხოლაში არ გამოდგება, იმიტომ რომ სპორტულ სხოლაში უფრო ცოტა მძიმე და ცოტა სხვანაირი ფორმის იარაღი გჭირდება. ანუ იარაღებს რომელსაც ეს უყენია ქარხნულად იმას არ ნიშნავს, რომ ის სპორტული იარაღია. შეიძლება გამოიყენო მოყვარულ დონეზე სპორტში, მაგრამ არა არანაირად სპორტში. არანაირად. თურქული იარაღებიდან უნდა იყიდო ხუგულუა 3 სპორტინგი, ატა SP სპორტინგი და ასე ანუ სპორტი უნდა იყოს ის. ამ მოდელებსაც აქვს სპორტი, კი ბატონო, მაგრამ ეს მოდელი ST500 არ გამოდგება მასაკში. დალში მოდის ფენომა, რეასნია ლეგენდა, შავი აღარა გვაქვს 1800, 1900, 2000, ხუგლუ მოდის 1900, 1800, ვეირონი, სხვათა შორის ძალიან მაგარი მოდელია ეს ხუგლუები, მაგრამ რატომღაც აი წონა აქვს. მოდი აქ. რაღაცნაირი ნახე. 3-400-დია. ხო, წონა აქვს, აი. ეხლა პლასტიკი დავდით. კარგი მოდელია, მაგრამ თავისი აი წონაც აქვს. რაღაცნაირი მოდელია რა. 3 და 400 ძმაო აგერ ვეირონი. სერიოზული სისტემა აქვს, აი ერთ წამში ვანახებ სისტემას რა. მართლა მაგარი სისტემა აქვს. ვიღაც არეგოს რომ ვაკანინებ რა. ნახე დამცავი ზედა ხუფი მეორე ჩამკეტი აქვს. ნახე როგორი დახვეწილი. თვითონ აი ფოვადისგან არის გაკეთებული რა. კარგი შეკრული მაგარი იარაღი არის. просто არის მძიმე. და ერგონომიაში დიდად ავი. ხო, აი ცოტა სხვა სტილი აქვს. რა ფენომას და ამას რო აიღებ ხილში ძალიან დიდი სხვაობაა უკვე. ერთმანეთში ხო ხდები? ვირგებ და ვაფშე სხვანაირად ის. შეიძლება ვიღაცა მე სუპერ კარგად მოერგოს. ნუ ინდივიდუალურებად ყველა. გადავეთ. ნარაზიან შაშხანებზე. 9 მმ-იანი დაღლიოღლო, ეგრეთ წოდებული ძალიან მაგარი იარაღია სხვათა შორის. 2000 ლარი 9 მმ-ია. მაგრად მუშაობს ესეც რა. ლუგერზე ხო, პოფები მაქვს, რა ვიცი, ინერციული სისტემებიც, გაზდავტანის სისტემებიც, ბუშ სისტემები ასენი. მერე ფაბარმის პომპა, კრალანსის სხვათა შორის სერიოზული მოდელია. 3990 ლარად ვთქვათ დავსვით რა. ფანარი მოყვება თავის ტაქტიკური, ესე ვთქვათ, ხელსაჭერი, კოლიმატორი და ასე შემდეგ. кейსი 2 მჭიდით. დაგდიოღლოს საკაიმის კალიბრი კიდევ ერთ-ერთი მაგარი მოდელი, ამ მოდელსაც უეჭველი გატესტო მოუწევს და გავტესტავთ. სადაურია? თურქეთი. თურქული აკაიმი ასე რომ შევა. ხო. უფრო მარტივად რო გაიგოთ. ეს მოდელი ფრიზირებული მოდელია. განსხვავდება მაგრად რა. არ არის ჩვეულებრივი სტამპოვკა მოდელი რაღაც ქარხნული. ეგ კარგად ჩააგვირდი და მიხვდებიან. ჩვეულებრივ აკაიმს რო ჩახედავ, ამ ადგილზე რაღაცა ჟესტივით არის გადმოკეცილი. აქ თუ დააკვირდები, სულ არის მეტალი, ანუ ეს იარაღი გაკეთებული არის, აი ესეთი ბალვანკისგან ამოჭრილი, ამოღებულია და ისია აწყვობილი. ხო ხდებით, ანუ უფრო მარტივად რა ახსნათ, რა არის ფრეზირებული და რა არ არის ფრეზირებული. ხო ხდები რა? რა თქმა უნდა, იგივენაირად არის, აი ეს არის ფრეზირებული. M4-ის აი ეს ბაზა თვითონ. ხო ხდები, ეს ფრეზირებული, ეს ფრეზირებული. არანაირი სტამპოვკა მანდ არ არის. რუსულს მაგალითად აი საიგას არ ვაკრინებ საიგასაც მეგობრებო ძალიან მომწონს საიგებიც არ არის ფრეზირებული მაგალითად ძველი აკაიმი ფრეზირებულია გადავედით ფაბარმების ძალიან ცოტა მოდელი ვიყო დამჭა ნახევარად ავტომატური 2 წელი გადავჭა სანადირო ვერსია ხო XLR-ი ვიცი ესეა 12 წელია პირადად მაგ და
ერთი მინუსი ვერ უნახე ამიან აქვს ვერაზოს ვერ უნახე და უკმაყოფილო არ ვსად დაუტოვი ვარ მაგარი მოდელია კარგი მოდელია და ამიანას ცალკე მე ჩავწერთ მაგარ კარგ ახსნებით და სროლებით ორლიანებზე ხოზე მეტია საუბარი სუფობარმეტია T12-ია აი ზოგი ისეთი მოდელია 76-იანი ესენი 76-ებია კი ეს 71-ები არის რა Axis ფილდი მაგალითად ეს რა ეს ჰაში სპორტინგ ჰანტინგი არის რა აი ორივეში ძალიან მაგარი მოდელია დახვეწილია ორივეში სპორტშიც და ნადირობაში ესეთი მოდელია სალოყეც არ აქვს ფასები თუ გაინტერესებთ 5-6 ლარები ფასები ხო 5-6 კარგი 4-დან იწყება თქვა რა გავყვეთ არის ბეტინსოლების შემდეგ კიდევ ბიუჯეტური ვერსიები თუ არის მაგას ხაბარმის კი აი მაგალითად ეს 3900 და შოკირებული წონა აქვს ვაი მოდი ახლა ამის წონას განახეთ ეს სასწორი წავიღოთ იქ და თან ერთი ორ მოდელს ავწვანი რა მაგენ განოლებულია ეს არის შოკი არაც მოინა იტალიური ხარისხია 2 კილო და 800 გრამი 2 და 8 არის ძმა ვნახე იდეალური ორმოვლიანი თოფია 71 აქვს სტანდარტი პრივორის გაბურღოლობა ლულის შებურღოლობა ძალიან მაგარია ბეტინსოლებიც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელებია და ბეტინსოლისაც აქვს ერთ-ერთი მაგარი მოდელი შატა ჯერლახი აურალა ზე ქათამზე და წერზე რა ფიალური ვერსია აი ძალიან მაგარი ვერსია წონა ნახე იგივე რაც ის ну რა თქმა უნდა ეხლა წინ სადაც ჩაულებრო თანამედროვე ვერსია აქვს ხო ვის რა მოწონს აქეთ უკვე მოდის თურქეთის ნაწარმი ყია არა ნარეზენი შეშხანები არის რა MKL ეგრე ქვია MK-ს ვეძახ ნატო სტანდარტი 5.56 223 ორივე ისვის რა ბიუჯეტური იარაღებია აი ეს საქმერაშია ხო ეს ალუმინის არის SS და SS ხა ნახე იარაღის 2900 არის 2900 ლარად M4 ყიდულობ ჩათვალეს ანადირო ვერსიას გადასარევია მე მეკითხავ დამწყებისთვის რა და ან ვინც ნადირობს მიზანი სასრულად ზოგადად იმუთხი არ არის აგერ ძმაო მიზანი სასრულად არც გაგითხე მიზანი სასრულად სხვა იარაღი გინდა რა მაგრამ გასართობად მაინც ბოლტი უეჭველი ახლა ნახევრად ავტომატური არის გასართობი გონგზე სამუშაოდ და ასე შემდეგ აგერ აიღოს პიროვნება თუ უნდა გართობა აგერ 10-22 რუგერი აიღოს დადოს გონგები ბუშტები კილები არ ვიცი დაალაგოს მეტრების მიხედვით და უბრახონოდ დაიყოს გაერთობა ხო უკუცება ამას არა აქვს და სწორედ ძალიან ისიამოვნებს სადაც საკმაოდ კარგი ძალიან ჩატეა რა რაწონა მაგარი რაღაცაა აი ვისაც 2-3 იდეალური წონა უწკაპუნე და იხავე ეს ან ეს მექანიკური ვინჩესტერი ერთ-ერთი სერიოზული ვერსია მაგამ ბავში 2 კილო 2 ბოლტია კაი გადავედით ეხლა ჩვენ იქით აქაც დამჭა თურქუები 6 და 5 კრიდმორზე დამჭა 6-5 კილომეტრი სერიოზული კალიბრია კილომეტრების ახალი კალიბრიც არის და მე როგორც ვიცი ამერიკულ სპორტულ სროლაში 6 და 5 უკვე გადავიდნენ ანუ ვინც 300-ზე იყო ესე ვთქვათ მიჩვეული და 300 თუ ბერავდა ესე ვთქვათ ეხლა გადავიდნენ ამას გადავიდეთ ეხლა ჩვენ აი ამ ტაქტიკური იარაღებზე რა აი ეს ძალიან საინტერესო თემაა იმიტომ რომ რაღაცა მასა ნაწილის მსროლელებისა ამ ბოლოს გადავიდნენ 12 კალიბრიან ტაქტიკურ სროლებზე გადავიდნენ ხო ხტები რა შესაბამისად ეს ძალიან მაგარი მოდელია მაგამ ბოშ ეს არის ბატმაზის მოდელი რა ხო ბატმაჟი PX 12 უმეტეს ეს 5-იანი მოყვება კიდევ პლუს მოყვება ეისი თუ ჩოკებიც სამი ჩოკი მოყვება 1520 ეს მოდელი თორეს თავიდან ბოლომდე ფრეზირებული არის ქვედა აი ეს
ტანიც ესე რომ თქო ქვედა ხარიძა ზედა სუფრეთში არის გატარებული აქვს თავიდან ბოლომდე იარაღი კონდახის გარდა ამის გარდა პლასმასი ისო მეტალში არის მაგალითად ბევრი მოდელი არის რომელიც მეტალში არ არის ეს სოლულიანებიც არის აღემედის მოდელები და ესეც მაგარფასშია 1170 ლარშია ფასდაგებაშია რა ვიცნაო ამ ბიუჯეტში ახალი ერას მიდულობს კაცი და ეყოფა რა ეს ადამიანს შეაბერებს რა ვიცი 10000-დან 15000-მდე გაიწვის ეს იარაღი ჩვეულებრივად 12 კალიბრი და შემოდის მე უკვე ეს ბატონზებიც აღარ ვახსენე რა ძალიან კარგი მოდელები მაგარი ხარისხიანებია რა ნახევრად ავტომატურად ხო ეს არის ნახევრად ავტომატურები უკვე აი მე აი ამ მოდელზე გითხარით ერთ-ერთი მაგარია 1020 ლარიანი იარაღია და თავი იდეალურად მუშაობს ამას მოძებს ყველაფერი ხო кейსი ჩოკები და ყველაფერი აი იდეალურად მუშაობს აი ეს ინერცია კი ინერცია ნახე ბრუნავი მექანიზმი ანუ ბენელი საკმაოდ ხო მაგარი რამე არის მაგ კიდე ერთი ცალი უმერცხენის მოდელი ნახე დაცია მემარცხენეს ხო და 900 ლარად გოგეხსია რა ნახე რა ძერს კი არაღია რა საერთოდ თან მოწეული ჩოკიცა კი აუ ეს იქს იშვიათია რა ძალიან იქს იქნება ლეგენდა არა მაგარი იარაღია ძალიან მაგარი სისტემაა გაზდამტვენი სისტემაა სერიოზულად მუშაობს და 900 ლარი არის 900 ლარი არაფერი არ არის შემდეგ მოდის უკვე აი ესეთი ლამაზი თოფები და კიდევ X12 ქვია აი ამას ეს არის Fabarmis Lion ეთխოსის ელოთის ანალოგი ვერსია ვიზუალში რა უყურებ რა მაგარი კარგი მორგება აქვს აი უიჭერ მაგრად გერგება იარაღი და სისტემურადაც კაი გამართული არის აქაც ანალოგიურად ორმაგი დაცვა აქვს და всё გადავჭებით რა ჩათვალე გაზამტენები გვაქვს კიდევ ესენი პატმასების 850 ლარი 900 ლარი ნო რა ქვია 800 ლარი 800 ლარი ამფში მიცემა რა გამართული სეზონს გამართული იარაღი კონსტანტი მაგნუში და ხო ბიუჯეტური თუ გინდა და თუ არ გინდა რა არის პრობლემა მოინდომა რაც მომდებათ ძალიან მაგარი იარაღი საკაცები ესეა შემოკარგებოდი პისტოლეტებსაც ორი სიტყვით შევეხოთ და ამშვიდობა ჩვენ მაყურებელს ამ ეტაპზე რაც არის ეს არის განები გვეწყება 55 ლარიდან ოპტიკები გვეწყება 210 ლარიდან აი ძალიან ვიცი რა სანადიროდ არის კარგი აქაც შეიძლება აქაც თურქული ვერსიებია MK-ები ესენს MK9-ები ეს არის FMK ამერიკა ეს არის აი ეს არის ძალიან მაგარი მუსიკა ჩვენეთ რა 1200 ლარი ეს რა რა ვიცი კალიბრი 9 ხო კრალანსია KR9 მოდელი სუბოქი 919 ლუგერი მაგარია სერიოზული ვაზნაზეა ხო ვაზნაც კაია სისტემაც კარგად გამართულად და გემრიად მუშაობს მაგრამ წელზე იყო და გადაიწყო აჰა აი კარგად გამართულად მუშაობს სფერის კარგად მუშაობს ყველაფერი მუშაობს იდეალურად ვინცად მაგარონის ფანები დავიჯერეთ ვაუ აი მართლა მერჩევნია ძმებო რა ვქნა 1000 მაგარონის თავიდან ბოლომდე ერაღი ესეც მეტალშია რო გავუთხრა რა ეს არ არის პლასმასი ეს ვერსია ეს ვისაც მეტალის იარაღები გევასებათ კარგი და არის პლასმასი არის 2000 კი ბატონო ეს ვაფშე ამერიკული რა საინტერესო ფასია ეს 860 ლარი ეს იარაღი ეს 919-ია ხო აი ნახე 919 ჩაულებრივი 9 მმ აი ნახე ნუ ეს შემოხედე აი შეგე 860 ლარი ვია რამდენი წაკის სპინუს ერთი არ ვიცი თუნდაც ძიმე იარაღია პოდია თითქმის კილოა სისულელია აფსიზებია მოკლედ თავემშვიდობები შემაყურებელს მაგო ხო თქვენ შემაყურებელს თავემშვიდობები
გისურვებ მეგობარო ჩვენს წარმატებას, გააგრძელე კაი საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ ხალხს ბევრი რამე აინტერესებს, ზოგი ვერ გამოდის, ზოგს რო არ აქვს და ასე შემდეგ რა. ჩვენს ვეცდებით რომ იარაღების ტესტირებების გავაგრძელოთ. რადგან გაგახაროთ თქვენს და გვერდში დაგიდგეთ რაც შეგვიძლია. ჩვენ რაც შეგვიძლია, ჩვენ ცოდნას გადმოგცემთ, რა თქმა უნდა, თქვენ რაც მობრძანდით, არ არის პრობლემა. მე დავამატებია, რომ გიორგისთან არა მარტო იარაღის შეძენა შესაძლოა შორის არის კაცმა იარაღი წაიღო, დაეჭირა და მოუწოდა და გიორგი ეგ იყია თან 1 წლის წინ. თუმცა ასევე შეგიძლია გიორგისთან ჩემ შეძენი საყვარელ მეგობარ შეიძლება თოპიკა და გიორგი დაგიხმო გაგიმართო თავის სამაგრები კი არ არის პრობლემა აუზბორაო მეგობრულად აქ შეძენ ასართობი პისტოლეტები არის და სტარტოპ ასე გეწოდები მარტო ყოველდღე ძალიან დიდი არჩევანი ვაზნების ხულის ვაზნების ძალიან დიდი არჩევანი არის გეწოდები პიკატი ავასების ჩილები არის ძალიან ბევრი ჩილები ტრანსფორმაციის 550 წუთის და კიდევ არის 60 ჩესტერის ჩილი შეგვიშნა კი არის აი იქით ასე აქვს არ ვიცი არ მახსოვს უნდა ისე ცალით დაიჭა 25 წელი არის კალიმატორებიც კიდევ აგერ გეკოს ჩილები გვაქვს კიდევ რა ბევრი ისეთი რაღაცები გვაქვს ხამარ არ იცის ძალიან ბევრი აქსესუარი აი ძალიან ბევრი აქსესუარი კალიმატორები სამიზნეები კომპლექტი აგაინტერესებს ხოდა ახალ მაშინში კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ.